არაჩვეულებრივი სტუმარი გვყავს, გვიანი დილის სტუმარია ჯვარის მამის სახელობის ღვთის ეკლესიის ღვთისმსახური, ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი თაუმას ჩოხელი. ძალიან დიდი მადლობა მამა თაუმას, რომ გვესტუმრეთ, რომ დაგვდეთ პატივი და მოგბრძანდით ჩვენთან. როგორ ბრძანდებით? მადლობა, გაიხარეთ. ძალიან კარგი. კი ბატონო, ესე იგი ჩვენს დღეს უნდა ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებაზე, თქვენს ამღერებულ ლექსებზე და გამოცემულ კრებულზე. მოგესალმებით, საქართველოს პოეზიის ქვეყანაა და მრავალი ადამიანმა წარმოაჩინა პოეზიის კუთხით და მადლობა ღმერთს თუ ღმერთმაინება და მეც მცირეოდენი წვლილი შევიტანე დიდ ადამიანებთან ერთად. მცირეოდენი არა, მგონი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სხვადასხვა აქვე მინდა ვთქვა, რომ დავით არჩოძის სიმღერა მამის იავნანა არის მამაოს ლექსით, არჩეული ლექსით დამშვენებული და მოკლედ ჩვენ შევასრულეთ ეს სიმღერა ძალიან დიდი ხნის წინ და მოკლედ საოცარ საქმეს აკეთებს. კი და თითქმის ყველა თქვენი ლექსი არის ამღერებული. მამის იავნანა აი გამოეცეთ ბროშურა, გამოიცემა კეთილი ხალხის შემწეობით, რომელშიც 7 იავნანაა და მომკლავ დედა, რომელმაც მრავალი ბავშვი გადაარჩინა აბორტით მკვლელობას. და პირველი იყო მამის იავნანა, რომელიც ტკივილმა დამაწერინა, რომელიც ჩემს შვილს მიუძღვენი და რომელიც დათვარჩაძემ აამღერა და გაამშვენა და მადლობა თეატრალურ კეთილხმოვან კვარტეტს ამ ლექსის გამშვენებისთვის და შეყვარებისთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენ მამაო, რომ აი საოცარი. ეს ხომ არ არის აღნიშნული, კი ბატონო. ეს ლექსები, ეს იავნანის ბროშურები 20,000-ზე მეტი დაიბეჭდა და ჩემი წიგნები და დისკები არ იყიდება ვჩუქნი ადამიანებს და 20,000-ზე მეტი გავაჩუქე და მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და მადლობა მოუხადო ჩემს მეგობარ ნიკო ფიროსმანიშვილს, ეთერ ჩოხელს და მრავალ იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ბროშურების რომ ეხილათ დღის სინათლე. კი ბატონო და ესე იგი აღვნიშნეთ და ვისაუბრეთ მაგაზეც, რომ დედებს შეაცვლევინა აზრი. თქვენმა ლექსმა ეს ნუ მომკლავ დედა ერთი კეთილი ადამიანის ბესო ჭყოიძის დახმარებით 1000 პლაკატი დაიბეჭდა, დიდი პლაკატები და საქართველოში პირობითად თუ იყო 100 სამშობია, რომ აი 85-ში მაინც განვათავსდეთ ეს და ქალთა კონსულტაციებში და მრავალმა ქალბატონმა თქვა უარი აი ამ დიდ ცოდვაზე და ღვთისწყალობით მადლობა უფალ სამისთვის და მინდა აღვნიშნო გრემის მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე, რომელიღაც პოლიკლინიკაში ნახა ეს ნუ მომკლავ დედა ეს ლექსი და მიიტანა ერთ-ერთ სტამბაში კახეთის და დააბეჭდინა რომ ნახამ სტამბის მეპატრონემ რა იყო არ გამოართა მას თანხა და ესე პერიოდულად უბეჭდავს ის კეთილი ადამიანი და თითქმის 9 მილიონი დაიბეჭდა და გაჩუქდა ესე საჩუქრად გაიცემა გრემის მონასტრიდან და კარგი საქმე კეთდება ღვთისმსალო. მამა უწმინდესთან ურთიერთობაზეც რო გითხარით ორი სიტყვით აიპიროთ რომ გაიცნო თქვენ შემოქმედებას. როგორი ემოციები იყო? კათოლიკოს პატრიარქმა იცოდა ჩემი მოკრძალებული შემოქმედის შესახებ და ვატარებდი საპატრიარქოს ეზოში არის პატარა წირვას და როდესაც მორჩა წირვა გამოველი და უწმინდესმა გამოიარა და მკითხა რომ რა შვრება შენი ლექსებიო, რა ხდებაო და მე უთხარი რომ აი გუშინ იყო პრემიერა მიყვარხარ მაგღიმის მოკტასებს ცხოვრება დავიწყო თავიდან თუ გნებავთ მეთქი გადაახვევენ და კარგიო და ავიდა და ერთი 10 წუთში დამიძახეს და დამისვა პატრიარქმა ტრაპეზე გვერდზე და ამ დროს მიდის ეს მიყვარხარ მაგღიმის მოკტასი და მკითხა უწმინდესმა რომ მეუღლე რას გეუბნებაო სიყვარულზე რო სწერო მე უთხარი აი ბოლოს 3 დავწერე მეთქი და გაიცინა და დაწერე სიყვარულზეო თვითონ ლექსის წერის მის შემდეგ წერდა სიყვარულზე. აი ლექსის წერის პროცესზე იცით რა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული ადამიანზე ეს მე შემიძლია ყოველ დღე დავწერო ლექსები რომელსაც არავინ წაიკითხავს და მე მხოლოდ მაშინ და ალბათ ყველა სხვაც როდესაც შემოგაწვება ეს დაუწერელი სათქმელი მაშინ ეს შეიძლება გაგიღვიძოს ღამის 2 საათზე ან 3-ზე ღამესაც რომ ძინავს მაშინ და დაიწეროს მაშინ ეს
რა თქმა უნდა, ყოველთვის რაღაცა განაპირობებს ლექსიზაციას ალბათ უფრო. დიდი პატივი იქნება ჩვენთვის თუ ერთ ლექს შემოგთავაზებთ და წაგიკითხავთ შეიძლება. აი, წაგიკითხავთ დღევანდელობასთან. აი, ადამიანები აი ახლა ბრძანდებოდა ვარლამი, კარგი ქართველი და ყველა ადამიანი თავისი საკეთებელი საქმით ამბობს სამშობლოს სადიდებელს რა და მე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოძღვარი ამბიონიდან ადიდებს უფალს და სამშობლოს და მე წაგიკითხავთ აი ჩემს ლექს ჩემის სამშობლოს გამოგულის ტკივილი სავსეს უფლის სახლი მოვილოცე რუსთაველის ფრესკა ვნახე ქართველთაგან განწირული საქართველო დავინახე დედას შვილი დაეტოვა შეხიზნო და უცხო მხარეს გავასხვისეთ საქართველო გულზე მიწა დავიყარეთ წინაპართა სისხლით მორწყულს ვინ დაიცავს მშობელ მიწას ჩვენი სახლის უმეტესი უცხო ჯულმა მიითვისა კვნესა ისმის გორგასალის ქეთევანის თამარისა ვინაც იპყრა ხელში სკიპტრა მათი ხმალის და ფარისა წმინდა მეფე დემეტრესი ოდეს დადო თავი თვისი და სამშობლოს სადიდებლად დაუტევა საცხოვრისი სხვათა წილად რად ვიმეტებთ ღვთისმშობელის წილხვედ მხარეს წინაპართა ტრადიციებს წრომის ფერფლი მივაყარეთ საქართველო ჩემო დედავ გავიღვიძებთ ალბათ მალე და სამშობლოს შენს მომავალს ჩვენ სიცოცხლეს ვანაცვალებთ. ბრავო. ძალიან ისეთი პატრიოტული და საოცარი ლექსები გაქვთ მამაო. მადლობა. თქვენი პოეზია გასაგებია სიყვარულიც ვისაუბრეთ ამაზე აი ეს პატრიოტიზმი სამშობლო კიდევ რაზე გიჩნდებათ აი ეს სურვილი რომ ისაუბროთ თქვენს ლექსში კიდევ რისგანაც იქმნება ოჯახები რისგანაც მრავლდება სოფლები რაიონები ქალაქები და ქვეყნები ეს არის სიყვარული რომელიც ატრიალებს დედამიწას და სიყვარულზე ძალიან ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი და უმეტესობა აი როგორც ოთარმა აღნიშნა ამღერებულია ჩემი ლექსების 85% არის დაახლოებით ამღერებული რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის დათუნიკა არჩვაძეს ჩემს მეგობარს მადლობას მოუხდი თავის მოდრეკით დავით არჩვაძეს საკედან აუცილებლად და დათუ არჩვაძემ შეიძლება ტელეფონზე დაურეკო და ორჯერ სამჯერ არ გიპასუხოს რა და როდესაც მე როდესაც მინდა მასე გავბრაზდე ჩემი ამღერებული ლექსები ფურცლებს აშრიალებენ და უარს ამბობენ რომ დავემდურო ამ ადამიანს. კი ბატონო, ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. ყველა ადამიანში არის ეს სიყვარულის გრძნობა და სიყვარული, ხო, ასე რომ ვთქვათ. თუმცა დღევანდელ გარემოებაში არის საკმაოდ ისეთი სამწუხაროდ აი ეს ცუდი მუხტი, ცუდი აურა, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს აი ეს სიყვარული, თუმცა იმდენად დიდი ნეგატივი დააწყვეს ზევიდან, რომ თავის თავში ვერ იპოვოს, ვერ გამოუშვას ეს სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ და ამის გამო შეიძლება ნეგატიური ენერგია აფრქვიოს, ასე რომ ვთქვათ, სამწუხარო რეალობა არის, ძალიან დიდ სტრესში ცხოვრობთ, აი რა იქნება თქვენი რჩევა ამ ადამიანების მიმართ, რომ როგორ უნდა მოერიონ აი ამ გრძნობას და ეს სიყვარული როგორ უნდა იპოვონ საკუთარ თავში, რომ შემდეგ სხვასაც გაუზიარონ. ერთ-ერთი მოციქული უფლისა იოანე მოციქული, რომელსაც სიყვარულის მოციქული უწოდეს, ქადაგებდა, რომ უფალი თვითონ არის სიყვარული რა და ჩვენ უფალი გვიყვარს ადამიანებს და თვითონ სიყვარული უნდა შევიყვაროთ. აი ჩვენი საკეთებელი საქმე უნდა შევიყვაროთ. ადამიანი ყველას თავისი პროფესია აქვს და კიდევ უნდა შევეცადოთ, რომ კიდევ რაიმე სხვა გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსთვის, რომ შევეხიდოთ ჩვენ სამშობლოს, დავეხმაროთ ჩვენი არსებობით და იცით როგორ არის, აი წმინდა მამებს უბო ჰქონდათ, თვალწინ ედგათ, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა ერთ შვენიერ დღეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მარადიული არაფერი, მარადიული არის უფლის სიყვარული და კეთილი საქმეები. კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ და სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. როგორიც იქნება ჩვენი ოჯახი, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილებისგან და მეუღლეებისგან შედგება, ჩვენი ოჯახებისგან შედგება ჩვენი სამშობლო. როგორც ჩვენი ოჯახები იქნება, ისეთ იქნება ჩვენი სამშობლო. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი სამშობლო კარგი იყოს, ჩვენი ოჯახებიდან გამომდინარე და კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ მამაო, სტუმრობისთვის, ძალზედ საინტერესო და სასიამოვნო სტუმარი ყავდა. მამა თაუმასი და გვინდა რომ გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ბედნიერება. კი ბატონო, არაჩვეულებრივი ლექსები გაქვთ, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ.